გამარჯობა მეგობრებო, ვაგრძელებ ვიდეოების სერიას მარკ ტვენის ბიოგრაფიის შესახებ და ამჯერად ერთ პატარა ეპიზოდს მოგიყვებით მისი ცხოვრებიდან, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა და დიდი ტკივილი მიაყენა მას, რომელიც ცხოვრების ბოლომდე გაჰყვა. ეს იყო მისი ძმის ჰენრის ტრაგიკული გარდაცვალება და ამავე დროს გირჩევთ და მოგითხრობთ ერთი მისი პატარა მოთხრობის შესახებ, რომელიც გარკვეულწილად დაკავშირებული არის ამ ინციდენტთან. მარკ ტვენი დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა ორთქმავალ გემზე, რომელიც მდინარე მისისიპიზე მრავლად მოძრაობდა და ამ მდინარეზე ძალიან დიდი როლი ჰქონდა ამ ტრანსპორტს ძალიან პრესტიჟულ სამსახურად ითვლებოდა. ამაზე მე ცალკე აუცილებლად გავაკეთებ ვიდეოს, იმიტომ რომ მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა მაშინდელ ამერიკულ ეკონომიკაში, ამერიკულ კულტურაში, კარიერულადაც ძალიან ისე სვლად ითვლებოდა თუ პილოტი გახდებოდი და მარკ ტვენი იყო ადამიანი, რომელიც მუშაობდა პილოტად ასეთი გემზე, ვიდრე არ დაიწყო ამერიკაში სამოქალაქო ომი. სამწუხაროდ ტრაგიკული ამბავიც შეემთხვა ამ ერთ-ერთ გემზე მუშაობისას და ეს იყო, როდესაც მან თავისი ძმა ჰენრი მიიწვია თავისთან სამუშაოდ გემზე სახელად პენსილვანია. ერთ დღეს რაღაცა მოხდა მასსა და პილოტს თუ კაპიტანს შორის. შევაწყობა მიაყენა ამ ადამიანმა ჰენრის, რაზეც მარკ ტვენი გაბრაზდა და ერთი ძლიერადაც მოადო თურმე ყბაში ან მშენს გემის კაპიტანს, რის შედეგადაც მარკ ტვენი გააგდეს ამ გემიდან, მაგრამ ჰენრი დარჩა. ხო, შეიძლება ითქვას, რომ მარკ ტვენს გარკვეულწილად გაუმართლა ის, რომ ასეთ ჩხუბში ჩაერთო და რაღაცა უსიამოვნება მოუვიდა პილოტთან, იმიტომ რომ 5 დღის შემდეგ პენსილვანია აფეთქდა, რის შედეგადაც გარდაიცვალა დაახლოებით 150 ადამიანზე მეტი და ძალიან ბევრი დაშავდა, მათ შორის იყო მისი ძმა ჰენრიც, რომელიც გადაიყვანეს სხვა დაშავებულ ადამიანებთან ერთად ქალაქ მემფისში, იქ მოწყობილ სახელდახელო საველე საავადმყოფოში და მარკ ტვენიც უკვე სხვა ორთქმავალი გემით მივიდა ადგილამდე და როდესაც თავისი ძმა ნახა, რა თქმა უნდა, ესეთ მდგომარეობაში ძალიან განიცადა და მთელი ის დრო, ვიდრე ჰენრი ამ ჰოსპიტალში იყო, მასთან ერთად ატარებდა და ის იხსენებს, რომ საშინელებებს ხედავდა თუ რა ხდებოდა იქ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი გაყავდათ ხოლმე ეგრეთ წოდებულ სიკვდილის ოთახებში და იქიდან თავისთავად აღარავინ ბრუნდებოდა ცოცხალი. ჰენრიც ძალიან დაშავებული იყო, როგორც აღმოჩნდა, ბოილერები აფეთქდა პენსილვანიაზე და დაფუფქული ჰქონია ორთქლისგან ფილტვები. რაც ალბათ წარმოუდგენელი ტრამვა და წარმოუდგენელი ტკივილი არის, როგორც უნთქავდა საერთოდ და რანაირად ახერხებდა, რომ რამდენიმე დღე ცოცხალი ყოფილიყო და გონზეც მოდიოდა თურმე. ექიმი თურმე აიმედებდა კიდევაც სემს, ანუ მარკ ტვენს. მალე გამოკეთდებაო შენი ძმაო და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებაო. ხა ეს არ ვიცი რამდენად მართალია, შეიძლება უბრალოდ აიმედებდა ეს კაცი, მაგრამ როდესაც მიდიოდა თურმე ეს ექიმი დაუბარებია, რომ თუ გამოიღვიძებსო და გონზე მოვაო ჰენრი, გრანის მერვედი მორფი მიეცითო. ანუ გრანი ეს არის საფთიაქო საზომი ერთეული და აი ამის 1/10 მორფი უნდა მიეცათ. და მართლაც ეს კაცი რომ წავიდა, თურმე იმ ღამეს გაუღვიძია ჰენრის, მარკ ტვენი მისულა იქ მორიგე ახალგაზრდა ექიმთან და უთქვია, რომ ესე დაიბარაო თქვენმა მთავარმა ექიმმა, რომ თუ ჩემი ძმა გაიღვიძებს, უნდა მისცეთ გრანის 1/10 მორფი, რაზეც ამ ახალგაზრდა ექიმს დაუწყია ჩხუბი, რომ მე საერთოდ არ ვიცი რანაირად უნდა გავზომო და არანაირი ხელსაწყო არ მაქვს იმისთვის, რომ ეს დოზა რაღაცნაირად გამოვყო და მიუცე შენს ძმასო, რაზეც მარკი თურმე ეჩხუბა, რომ შენ ნორმალურად რო გესწავლაო სკოლაშიო და უნივერსიტეტშიო, მაშინ გეცოდინებოდაო, როგორ მოქცეულიყავი ამ შემთხვევაშიო. და საბოლოო ჯამში ამ ჩხუბსა და დავიდარებაში ამ ახალგაზრდა ექიმს დანის წვერით აუღია მორფის რაღაცა გაურკვეველი დოზა და მიუცია ჰენრისთვის და დილას გარდაცვლილა. მარკ ტვენი მთელი თავისი ცხოვრება თვლიდა, რომ მისი ძმა მოკვდა ზედოზირების შედეგად, იმიტომ რომ რა თქმა უნდა მას იმედი ჰქონდა მიცემული ექიმისგან, რომ მალე გამოკეთდებაო და საბოლოო ჯამში აი ამ რაღაცა არასწორმა დოზირებამ მისი აზრით გამოიწვია მისი ძმის გარდაცვალება. შეიძლება რომ ასეც ყოფილიყო, ალბათ ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო, შეიძლება მართლაც უფრო ნაკლები უნდა მიეცა, ვიდრე დანის წვერზე დაყრილი რაღაცა გაურკვეველი დოზა, მაგრამ
არ ვიცი, ხა დაფუფქული ფილტვებით ადამიანი რომ გადარჩენილიყო, ამისი შანსი ალბათ მაშინ იმ ეპოქაში მით უმეტეს ძალიან ნაკლები იქნებოდა. როგორც შემდეგ ჩერნოუ წერს და სხვადასხვა მოგონებებიდან ამოკრეფილი აქვს ცნობები, ძალიან განუცდია მარკ ტვენს მისი ძმის სიკვდილი, იმ დონეზე რომ ზოგადად ჩვენ ვიცით რომ ის არარელიგიური ადამიანი იყო და ზოგადად რელიგიას მაინც და მაინც არ წყალობდა, მაგრამ 26 წლის შემდეგაც კი 1879 წელს თურმე მედიუმს ეწვია მარკი იმისთვის რომ ეცადა და თავის ძმას დაკავშირებოდა თავის ძმის სულს საიქიოში. ცხადია წარუმატებელი აღმოჩნდა ეს მცდელობა. ჩერნოუ წერს რომ ის მუდმივად თავს დამნაშავედ თვლიდა, იმიტომ რომ ზოგადად მანამდე ის ყვება რომ მარკს უთქვია დაურიგებია როგორ უნდა მოქცეულიყო რაღაცა იცოდი თუ ხდებოდა გეიმზე რომ იქ ჯერ ქალებს და ბავშვებს უშველე და მეરે შენ თავს და ასე შემდეგ და ის თვლიდა რომ შეიძლება მისმა დარიგებამ რაღაცნაირად იმოქმედა იმაზე რომ თავი გაწირა ჰენრიმ, თუმცა იქ არ ვიცით ხა რა მოხდა, მაგრამ ბოილერი აფეთქდა ადამიანს, ფილტრები ქონა დაფუფქული და იქ ნაკლებად სავარაუდოა რომ იქ რაღაც გმირობა გამოეჩინა და ამის ნიადაგზე გადარჩენის შანსები დაწეულიყო მისი აქვს სავარაუდოდ ამ ტრამვის ან ზედოძირების შედეგად გარდაიცვალა, მაგრამ ის მთელი თავისი ცხოვრება განიცდიდა დანაშაულის გრძნობას ამ შემთხვევის გამო და ჩერნოუს ნახსენები აქვს მისი მოთხრობა. ხო და თავისთავად დამაინტერესა ამ მოთხრობამ, წავიკითხე, ძალიან საინტერესო და კარგი მოთხრობა არის. ფილოსოფიური ესეთი შავი იუმორის მქონე მოთხრობა არის, რომელშიც რაღაცა მახინჯი არსება, ჯუჯა, კონდრისკაცი მიდის მთხრობელთან და აწუხებს, კი არა და ფაქტობრივად შეიძლება ითქვას, რომ რაღაცა სადისტური შემართებით და სადისტური დამოკიდებულებით აწვალებს, როცა ახსენებს მის თავის მიერ ჩადენილ რაღაცა პატარ-პატარა ამბებს, რომელზეც თვითონ ეს მთხრობელი ისედაც რაღაცნაირად თავს იტანჯავს და აქ საბოლოო ჯამში მასი გასაუბრების შედეგად აღმოჩნდება, რომ ეს არის მისი სინდისი და აქ არის ესეთი მომენტი, რომ როგორც კი გაიგებს, რომ სინდისი არის აი ეს რაღაც ობმოდებული, დაჩაჩანაკებული რაღაცნაირი არსება, რომელიც განასახიერებს თავისი პერსპექტივიდან მარკ ტვენი თვლიდა, რომ მისი სინდისი აი ესეთი ცუდი ტიპია რა, რომ აი ესე გამოიყურება, რომელიც აწუხებს რაღაცა სადისტურად და ახსენებს რაღაც სხვადასხვა პატარ-პატარა თუ დიდ ოინებს, რაც თავის ცხოვრებაში აქვს ჩადენილი და როგორც კი გაიგებს, რომ ეს მისი სინდისი არის, გადაწყვეტს, რომ ეუბნება, რომ მეო ძალიან დიდი ხანი ნატრობდიო იმას, რომ შენ ხორციელ ფორმაში მენახეო და წდება ყელში, რომ დაახჩოს, მაგრამ ეს არსება უცებ ახტება კარადის თავზე და აქ არის ძალიან საინტერესო ფილოსოფიური მომენტი არის, როდესაც ეს სინდისი ეუბნება, რომ დამწუხრებული რო ყოფილიყავიო შენი სინდისის მიერო და დამძიმებული სინდისი რო გქონოდაო, მეც მძიმე ვიქნებოდი და ვერ გაგექცეოდიო და ადვილად შეძლებდიო ჩემს მოკლასო, მაგრამ იმდენად გაგიხარდაო იმისის შესაძლებლობა, რომ შეიძლება შენი სინდისი საერთოდ მოსპო, რომ მსუბუქი ვარ ბუმბულივით და ამიტომაც შევძელი რომ აქ ამხტარიყავიო და მე იქ რაღაც გასაუბრება მიდის, მათ შორის არ მინდა რომ დაგისპოილეროთ, აქ აუცილებლად ჩავლინკავ, ქართულად ვერ ვიპოვე სამწუხაროდ და არ არის ნათარგმნი და ინგლისურად დავდებ ლინკს ამ მოთხრობის და გირჩევთ რომ აუცილებლად წაიკითხოთ, ძალიან საინტერესო და სასაცილო მოთხრობა არის, ძალიან პატარ-პატარა კარგი დეტალები არის, რომელიც კარგად ასახავს მარკ ტვენის ხასიათს და დამოკიდებულებას. ბევრ რაღაცას, მაგალითად ერთი იქ მომენტი არის, რომ ეს სინდისი ეუბნება სხვა სინდისებზე, რომ ყველას ვიცნობ და იქ თავის მეზობლებზე და ნაცნობებზე ეკითხება მთხრობელი, რომ იმისი სინდისი როგორია, ამისი სინდისი როგორია და რაღაც ერთ მომენტში არის, რომ იქ სინდისების შეკრებაზე ვიყავიო წასულიო. ეს არსება ეუბნება, რაღაცა გამოფენასავით იყო, რომ გვენახაო ვიღაცის უმცირესი სინდისი, რომელიც ვერ ვნახეო და ნახევარფასად შევედიო, იმიტომ რომ იქ მოვატყუეო სხვა სინდისებსო, რომ ვითომ სასულიერო პირის სინდისი ვიყავიო.
ძალიან ბევრი სინდისი ვთქვი ამ ერთ წინადადებაში და ტექსტში, მაგრამ ეს გვაჩვენებს იმას, რომ ზოგადად ჩვენ ვიცით, რომ მას ძალიან ესეთი დამოკიდებულება ქონდა რელიგიის მიმართ, სასულიერო პირების მიმართ, ზოგადად ორგანიზებული რელიგიის მიმართ, კლერიკალების მიმართ და აი აქ ასახავს, რომ ის თulis, რომ სასულიერო პირების სინდისი ისეთი მახინჯი და ობმოდებული და დაჩაჩანაკებული არის, რომ მისი ანუ აი ამ მთხრობელის სინდისმა ადვილად მოახერხა, რომ თავი გაესაღებინა სასულიერო პირის სინდისად. რამდენი სინდისი ვთქვი. იმდენი სინდისი ვთქვი, რომ სინდისმა შემაწუხა. გირჩევთ, რომ ეს მოთხრობა წაიკითხოთ, იმიტომ რომ ეს კარგად ასახავს საკუთარ თავთან დამოკიდებულება ჰქონდა მარკ ტვენს, იმიტომ რომ ის სიცოცხლის ბოლო წლებში თავის ერთ-ერთ მეგობარს იმასაც ეუბნებოდა, რომ მთელი მისი განვლილი ცხოვრება იყო ერთი დიდი ბოდიში, რომლის დროსაც ის მუხლებზე დაჩოქილი იდგა და ყველას თხოვდა პატიებას. ხო და ალბათ აი ეს დანაშაულის გრძნობა, რაღაცა უაზრო საქციელები, რომელიც ჰქონდა მას თავისი ცხოვრების განმავლობაში და ის შეიძლება მისგან დამოუკიდებელი რაღაცები რაც მოხდა, ხო, ამ შემთხვევაში თავისი ძმის სიკვდილი მისგან აბსოლუტურად დამოუკიდებელი რაღაცა იყო, მაგრამ ის აწუხებდა ეს ყველაფერი ამ მოთხრობაში ვეცხოვ, რატო გავიხსენ ეს მოთხრობა, რომ აი ეს მოთხრობა ნახსენები აქვს ჩერნოუს თავის წიგნში, როდესაც ამ თემაზე საუბრობს, რომ აი აქ არის ის მომენტი, რომ ჯუჯა ეუბნება მას, რომ შენ ძმაო როგორ გენდობოდაო, ძაღლივით დაყვებოდაო, ახეთ იქითო მთელი ცხოვრებაო და შენო ერთხელო რაღაც გაყინულ წყალში ჩააგდეო, გაყინულ მდინარეშიო და მაგანაც კი ვერ შეძლო, რომ მისი ნდობა შენ მიმართ გაქარწყლებული იყო და ამას ახსენებს და ამაზე პასუხობს მთხრობელი, რომ მილიონჯერ ეგ ბავშვობის ეგ ოინიო მილიონჯერ მაქო ჩემ თავთანო წარმოსახული და სულ მახსენდებაო და გეხვეწებიო ნუღა მაწამებო მაგითიო და აი ამ პატარა აბზაცშიც რაღაცნაირად ჩანს, რომ მისი თუ ანუ აი ესეთ უმცირეს რაღაცას ამბობს ეს მთხრობელი ამ მოთხრობაში, რომ ბავშვობაში თავის ძმა რო ყინულიან წყალში ჩააგდო, ეს მთელ მილიონჯერ აქ თავის თავთან გადახარშული და ამაზე ნაფიქრი, ესე იგი ჰენრის ინციდენტზე რამდენად მძიმედ ჰქონდა აი ეს დანაშაულის გზნობა აკიდებული შეგვიძლია წარმოვიდგინოთ. მოკლედ აი ესეთი პატარა ამბავი მარკ ტვენის ცხოვრებიდან. მე როგორც წინა ვიდეოში აღვნიშნე, ვაპირებ, რომ ბევრი ვიდეოები გავაკეთო მის ბიოგრაფიასთან დაკავშირებით, იქ უფრო სერიოზული თემები და რაღაც უფრო ღრმა განხილვები და ზოგადად ამერიკის კულტურასთან და ისტორიასთან რაღაცა კავშირებიც ამის შემდეგ ამ თემებზე ვმუშაობ, ამაზეც ნელ-ნელა ჩავწერ ვიდეოებს, მაგრამ მანამდე ესეთ პატარ-პატარა ამბებს და აღმოჩენებს მოგიყვებით ხოლმე და კიდევ ერთხელ აუცილებლად გირჩევთ, რომ ის მოთხრობა, რომლის შესახებაც ვისაუბრე, იქნება ლინკი აღწერაში და აუცილებლად წაიკითხოთ. დიდი მადლობა, თუ მოგეწონათ, ძალიან გთხოვთ დაალაიქოთ, გადააშიაროთ და დაასაბსკრაიბოთ.